დააკვირდით ამ ძალიან მაგარ ვიდეოს. როგორც ხედავთ, ეს პაციენტი უკრავს ვიოლინოზე, მაშინ, როდესაც პარალელურად ქირურგები უკან თავის ტვინზე აკეთებენ ოპერაციას. თქვენ ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, როგორ არის მსგავსი რამ შესაძლებელი, ტკივილს მაინც როგორ ვერ გძნობს პაციენტი ამ დროს და მე გეტყვით, რომ თავის ტვინის ქსოვილი არის ტკივილის რეცეპტორებისგან, ანუ ნოციცეპტორებისგან თავისუფალი, შესაბამისად, ნებისმიერი ქირურგიული პროცედურა უშუალოდ თავის ტვინის ქსოვილზე არის ჩვენთვის ტკივილისგან თავისუფალი, მარტივად რომ ვთქვათ. რაც შეეხება ამ პროცედურას, რასაც ქირურგები ამ დროს აკეთებენ, ქვია brain mapping-ი და ამას აგიხსნით კონკრეტულად რა დროს ხდება ეს და რისთვის. მსგავსი ოპერაციები ამ პრინციპით, რასაც brain mapping-ი ქვია, ანუ მნიშვნელოვანი არეალების მონიშნით თავის ტვინში ტარდება მაშინ, როდესაც მაგალითად თავის ტვინის სიმსივნე არის იმ ცენტრებთან ახლოს, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს მოტორიკას, ანუ ნებით მოძრაობას. პასუხისმგებლები არიან ისეთ ფუნქციებზე, როგორიც არის მაგალითად კოგნიცია, მეტყველება, შეგრძნება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კეთდება იმ მიზნით, რომ ქირურგმა ჩარევის დროს არ დააზიანოს ეს მნიშვნელოვანი ცენტრები. ეს ყველაფერი კი რასაც brain mapping-ი ქვია, კეთდება ოპერაციის დასაწყისში, სანამ ქირურგი უშუალოდ სიმსივნური ქსოვილის ამოკვეთას დაიწყებს, ის სიმსივნესთან ახლო მდებარე ქსოვილებს სტიმულაციას უკეთებს თავის ტვინში, რათა დაადგინოს ისინი რამდენად ჩართული არიან კრიტიკული მნიშვნელობის ფუნქციების შესრულებაში. ეს ქირურგს საშუალებას აძლევს სიმსივნური ქსოვილი მაქსიმალურად დიდი მასშტაბით ამოკვეთოს, ისე რომ ფუნქციურ არეალებს არ შეეხოს.